გერმანიის ბუნდესტაგის რამდენიმე ფრაქცია საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩასატარებლად დემოკრატიული პრინციპები უნდა აღდგეს. გერმანელი დეპუტატები ასევე მხარს უჭერენ იმ პირთა დასანქცირებას, ვინც საქართველოში პროდასავლური აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი. ფედერალური მთავრობა სამართლიანად უჭერს მხარს მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ევროკავშირის დონეზე იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე. ეროვნულ დონეზე 9 პირის მიმართ უკვე დაწესებულია ქვეყანაში შესვლის აგრძელვა. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მხარდაჭერის ბევრი ღონისძიება შეჩერებულია. ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის კანონიერი ევროპისა და დემოკრატიისკენ მისწრაფებების მიმართ. ყარად ვდგავართ საქართველოს დემოკრატების მხარეს და ვაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, რომ დააბრუნონ ქვეყანა დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე. ახლა აუცილებელია დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის პლურალისტური პროცესი, რომლის შედეგადაც შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები.